საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. თქვენთან მოვედი ახლა ესეთი საჯარო გაშლით. ჩაიფიქრეთ პარტნიორი. წინა საჯარო გაშლა თუ კი იყო, რას გეტყოდათ თქვენი პარტნიორი, ახლა მინდა გავშალო ესეთი საჯარო თემა, რას არ გეტყვით თქვენი პარტნიორი. რა არის ის, რასაც არ გეუბნებათ და არ გეტყვით თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. არ გეტყვით იმას, რომ თქვენ ხართ მისთვის ესეთი სულმეითები, რომ ძალიან დიდი გრძნობა აქვს თქვენს მიმართ. ძალიან ხიბლავთ ამ ადამიანს. რომ უნდა თქვენთან განმარტოვება. თქვენთან ერთად ყოფნა უნდა მხოლოდ ამ ადამიანს და აქვს ძალიან ღრმა და დიდი გრძნობები. არ გეტყვით იმას, რომ თქვენს ბადეშია გახვეული. თქვენს ლაბირინთშია გახვეული, რომ თქვენ ხართ მისი. ვაი გავგიჟდი მეგობრებო, რომ თქვენ ხართ მისი ძალიან დიდი სიყვარული, გრძნობი არიან თქვენთან უნდა ყოფნა ამ ადამიანს და რა ვთქვა მეგობრებო. ის რომ ეს ადამიანი ჩემო ძვირფასებო, მოულოდნელად თქვენ შორის მოხდა რაღაც მოულოდნელობა, არ გეტყვით იმას, რომ თქვენს გამო ეხლა ეს ადამიანი ძალიან ცუდადაა, გულგატეხილია თავისი რაღაც საქციელებით. კიდევ რას არ გეტყვით იმას, რომ რაღაც დააშავა მან და ანუ თქვენ გაბრალებთ. თავის თავს არ დააბრალებს არასოდეს. უნდა თქვენთან სიახლოვე, უნდა თქვენთან კონტაქტი. ძალიან გენდობათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ადამიანი ძალიან გენდობათ. არ გეტყვით იმას, რომ ეხლა თქვენგან ძალიან შორსაა და ამ ყველაფერს ძალიან განიცდის. ის რომ რაღაც დაბრკოლებები აქვს, ის რომ თქვენი შეპრობილია და თქვენ შორის რაღაც მოხდა ნაპერწკალი, ის რაღაც ნაპერწკალი მოხდა თქვენ შორის მეგობრებო. კი, მოკლედ არ გეტყვით იმას, რომ უთქვენოთ ძალიან ძალა გამოლეულია, თუნდაც ამ წასულ მოსული ხასიათებით, ამ წასულ მოსული საქციელებით, თუ კი მოდიოდა და მიდიოდა, ამ ყველაფრით ძალიან დაიღალა, მანძილით ძალიან დაიღალა. არ გეტყვით იმას, რომ სიმართლეს უკვე ჩახედა თვალებში და ძალიან დამწუხრებულია ეხლა იმის გამო, რომ მიხვდა თუ როგორ დააშავა. სიმართლეს როდესაც ჩახედა თვალებში მეგობრებო. ის რომ თქვენ უკვე აღარ ხართ მის ცხოვრებაში და სიმართლეს გაუსწორა თვალები, მიხვდა რომ უთქვენოთ დეპრესია აქვს, უთქვენოთ დამწუხრებულია. ის მიხვდა რომ თქვენთან ძალიან ბევრი ტყუილებით იყო. თამაშობდა რაღაცას როლს, რომ თქვენთან ნიღბებით იყო. რომ ყველაფერს კიდევ აზვიადებდა, რომ იყო ზედაპირული თქვენთან, არასწორი იყო, უსამართლო იყო, რომ იყო რაღაც მეგობრებო ნეგატივებით თქვენთან გამსჭვალული. შეიძლება ბევრი თქვენთაგანის კიდევ მაგიებიც იყო მეგობრებო. არ გამოვრიცხავ, რომ იყო მაგიები და მაგიებით მოხდა თქვენი დაშორება. ეხლა ეს საჯარო გაშლა, ამიტომ კი თქვენ თუ კი დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს ადამიანს რაღაც მაგიები აქვს გაკეთებული, იცოდეთ, რომ თვითონ უკვე იცის, რომ აქ მაგიები იყო გაკეთებული. კი. ეს უკვე იცის კარგად ამ ადამიანმა. უყვარ ხართ და იწვის ცეცხლში ეს ადამიანი. ისე ცუდად არის, რომ უკვე იწვის ცეცხლში. კიდევ რას გვეტყვის? რა არის ისეთი, რასაც არ გეტყვით ადამიანი და მეორე შანსი უნდა თქვენგან და უფალს ევედრება. ჩემო ძვირფასებო, რა გავაკეთო, რა ვქნა, კარტები ამომიცვინდა. ნახეთ ქვემოდან რა კარტი აქვს. ძალიან დიდი სურვილი აქვს ამ ადამიანს. ძალიან დიდი სიყვარული აქვს ამ ადამიანს და ძალიან უნდა რომ დაგიბრუნოთ. უფალს ევედრება მეორე შანსს. ეს ადამიანი ევედრება მეორე შანსს. ამის ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ დაგიბრუნოთ, რომ მოგიბოდიშოთ, რომ თქვენ მასთან ერთად იყოთ, რომ აპატიოთ ამ ადამიანს, ძალიან ნანობს თავის აქციელს და უნდა რომ აპატიოთ და კიდევ ერთი შანსი მიცეთ. თუნდაც ხვების გამო იყო ეს ყველაფერი და ხვების ჩარევით მოხდა. მაინც უნდა რომ მას აპატიოთ, რადგან ვერ გამოიჩინა თავის დროზე სიძლიერე ამ ადამიანმა და ეხლა არის ძალიან გაავებული ამის გამო.
და რა გააკეთოს არ იცის, თუმცა მეორე შანსს ითხოვს უფლიდანაც, მეგობრებო. ასე რომ ამას არ გეტყვით. თუმცა ამ ყველაფერს არ გეტყვით. შერიგება უნდა თქვენთან უნდა რომ რაღაც შეცვალოს ურთიერთობა და მეორე შანსს ითხოვს ადამიანი. შემორიგება უნდა თქვენი. აი რა ქნა და ამის საშუალებას, ამის გზებს ეძებს ახლა. თუ როგორ გააკეთოს ეს ყველაფერი, თუ როგორ მოგიბოდიშოთ, თუ როგორ მიიღებთ ამ ყველაფერსაც ძალიან ნანობს და ფიქრობს, რაც დააშალა, რაც მოხდა თქვენ შორის, ნებით თუ უნებლიეთ, თუ სხვების ჩარევით, თუ თავისი რაღაც საქციელებით, რაღაც გაუგებრობით. აი ადამიანი ბოდიშს ითხოვს. მოვა და ბოდიშს მოითხოვს, მოგიბოდიშებთ. ეხლა არ დამიწეროთ, მეგობრებო, რომ არ მჯერა და კი მჯერა, ან არაა მომსვლელი, ან არ უნდა, ან ამას არ ამბობს. ამ ყველაფერს შეიძლება არ გეუბნებათ, მაგრამ თვითონ ასე ფიქრობს, რომ მოვიდეს თქვენთან და მოგიბოდიშოთ, რომ თქვენ აპატიოთ, რომ თქვენ ამ ყველაფერს გრძნობთ. რომ ან იქნებ ეს ადამიანიც გრძნობდეს იმას, რომ და ფიქრობდეს იმას, რომ უნდა მოვიდეს და უნდა მოგიბოდიშოთ. ამ ყველაფერსაც გრძნობს და ხვდება, რომ ეს ასე უნდა გააკეთოს, კი. ძალიან დიდი სურვილი აქვს ამისთვის. ამის ძალიან დიდი სურვილი აქვს. ძალიან დიდი სურვილი აქვს და ამისთვის იღწვის, რომ აი როგორმე მოიკრიბოს ძალა და მოვიდეს თქვენამდე, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ელოდეთ ამ ადამიანს. ეხლა რამდენად დაიჯერებთ არ ვიცი, მაგრამ კი, ამ ყველაფერს არ გეუბნებათ. მოდი მე მაინც ვნახოთ ეხლა რა კარტი ამოვა. აი რა კარტი ამოვა, ჩემო ძვირფასებო. აი უბრალოდ აქ არა. აი ჩემთვის. აი აქ ცოტას ვიცუღლოდებ ეხლა ჩემთვის. მე რა კარტი ამოვა. აი რა კარტი ამოვა. აი რა კარტი ამოვიდა. ამ ადამიანს უნდა რომ მოიპოვოს თქვენი ნდობა. ამ ადამიანს უნდა რომ თქვენი კი მეგობრულად მოვიდეს, თუნდაც ასე მოგილაკუცოთ. აი მოულოდნელად მოვიდეს თქვენთან, თუნდაც მეგობრულად და თქვენ მოგიბოდიშოთ. აი თუნდაც მეგობრები დარჩეთ. ბევრ თქვენთაგანთან შეიძლება ასეც მოხდეს, რომ მეგობრებიც დარჩეთ. ამ ეტაპზე მაინც, რომ თითქოს და მეგობრულად გააგრძელოთ ურთიერთობა და დანარჩენებს მერე თვითონ მიხედავს. აი ესეთიც უნდა, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ აბატონო, დღევანდელი ჩემი ღამის საჯარო გაშლა. მე კი ამ ყველაფერს გულით გისურვებთ. თუ კი ადამიანი მოინანიებს ნამდვილად, მეგობრებო, შეიძლება ერთი შანსის მიცემა, რატომაც არა. თქვენ ამ ყველაფერს მიხვდებით, როდესაც მოვა რა გულით დაბრუნდება ადამიანი, თქვენ ამ ყველაფერს მიხვდებით. აქ ინტუიციად ყოლა არ გაქვთ თქვენს კიდევ, ასე რომ ამ ყველაფერს გულით იგრძნობთ. ღირს თუ არა ამ ადამიანის დაბრუნება, დააკვირდით საქციელებს. მხოლოდ სიტყვებს არასოდეს არ ენდოთ. ამიტომ საქციელებს დააკვირდით და თუ კი გულის ყურით შეხედავთ და დააკვირდებით ადამიანს, მიხვდებით, რომ კი, ნამდვილად უნდა თქვენთან დაბრუნება. ასე რომ მშვიდობიანი ღამე ყველას და გელოდებით კომენტარებში და ძალიან გთხოვთ შემდეგ დამიტოვოთ, რამდენად რეზონირდება, ან რამდენად ზუსტად ასე შემოტრიალდება ეს თქვენი ცხოვრება, როგორც ახლა მე აღწერე აქ და კარტებმა. აბადროებით, გელოდებით მეგობრებო, მშვიდობიანი ღამე კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ყველას. მადლობა.